მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი ყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ნაკადიდან ინფორმაციას. აი პირდაპირ ავიღოთ ნაკადიდან ინფორმაცია, რა რისით გმას სამყაროს ამ ეტაპზე თქვენთვის და რას უნდა ელოდოთ შემდეგში, ასევე რჩევასაც ამოვიღებთ მერე გაშლის ბოლოს. ეს არ იქნება ვარიანტებიანი გაშლა, ამიტომ ძალიან გთხოვთ ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, დახუჭეთ თვალები და იგრძენით სამყაროსთან ერთიანობა. აი ეს განცდა როცა დაგეუფლებათ მთლიანობის, ხო? აი შემდგომ უკვე განაგრძეთ ყურება აი ამ საჯარო გაშლის. ამასთანავე რომ გავიგოთ ეს გაშლა თქვენთვის არის თუ არა, აი ხლა ამოვიღოთ იდენტიფიკაციისათვის რამოდენიმე არკანი, რომ ზუსტად გავიგოთ რა ვისთვის არის კონკრეტულად ეს ინფორმაცია. ხვიანი კვერთხები, 4-იანი თასები და არკანი იმპერატრიცა. ჩემო მსმენელებო, მამაკაცებო, ინფორმაცია, რასაც ახლა გავაჟღერებ თქვენ გადაათამაშეთ თქვენს თავზე. მოკლედ, ეხლანდელი სიტუაცია არის გაჩერებული მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რაღაცნაირი აპათიური, დეპრესიული განწყობა, თუმცა ამავე დროს გარკვეული ტიპის გაელვებებია თქვენს სივრცეში, აი დადებითი გაელვებები, თითქოს რაღაც იმედის მომცემი, ნაპერწკალი უცებ შემოვა, მერე უცებ ისევ წავა როგორც შემოვიდა, ხო? აი რაღაც აი უცაბედად ანთება, ენთუზიაზმით ავსება, მერე ისევ ჩაქრობა, ანთება, ჩაქრობა, ეს რაღაცა ესეთი ენერგიაა. კი, აი ნახეთ, მე-20 არკანი მოვიდა პირდაპირ დასტის ბოლოს, აქ იმპერატრიცა, დასტის ბოლოს ასევე ყავს არკანი იმპერატორი და 6-იანი ხმლები, ასევე არკანი ეშმაკი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა აქ რა შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, ვისთვის იქნება ეს გაშლა იდენტიფიცირებისათვის. ადამიანებისთვის, რომლის ცხოვრებაშიც ამ ეტაპზე შესაძლოა წინა პლანზე არის წამოწეული პირადი ურთიერთობებთან დაკავშირებული კრიზისები. იმიტომ რომ აქ ორი ენერგია მოვიდა ერთდროულად, იმპერატორი, იმპერატრიცა და არკანი სამსჯავრო, ანუ realization ესე ქვია აი ამ დასტაზე ამ არკანს. ხო, ანუ ეს არის რაღაცა კრიზისული სიტუაცია ერთი ამ ადამიანებისთვის აუცილებლად იქნება, ასევე იქნება პიროვნებებისთვის, სხვათა შორის, რომელთაც აქვთ ეჭვი, რომ მათ მეორე ნახევარს შესაძლოა ყავდეს ან პარტნიორს, შესაძლოა ყავდეს ინტერესის მესამე ობიექტი, რაც ამ ორ ადამიანს, ანუ თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის იწვევს გარკვეული ტიპის გასაიდუმლოებულ, ნახეთ როგორი შავი მგელის ტრამალი რო იტყვენ, აი ზუსტად ესეა, როგორც გასაიდუმლოებული თემატიკა, აი ეს რაღაც თითქოს ულაპარაკო, უსიტყვო დავა და კონფლიქტი, ოღონდ ეს არ არის რაღაცა ისეთი აი მართლა კონფლიქტური ენერგიებია, რეალურად ეს არ არის წყენა, არამედ აი რაღაცა ოღონდ უსიტყვო დავა და კონფლიქტი, აი ესეთი სიტუაცია გვაქვს, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, რაც აქ ასევე იქნება, ვისთვისაც იქნება ეს გაშლა, მოკლედ არის მდგომარეობა, როდესაც თქვენს სივრცეში თითქოს რაღაცა მოწყენილობა, არაფერი არ იცვლება, ესეთი განცდა გაქვთ ადამიანებს, არაფერი არ იცვლება, ვერაფერს ვერ ვცვლი, თუმცა მაინც რაღაც მომენტში გარეგნულ იერსახეს ინარჩუნებთ თითქოს ისე რომ ყველაფერი არის სტაბილურად, მაგრამ თქვენი შინაგანი მდგომარეობა არის ძალიან იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი, თითქოს აი აღარაფრის იმედი რო აღარ გაქვს ამ ქვეყანაზე, რომ რაღაცა უკეთესობისაკენ შეიცვლება. მოკლედ აი ესეთი ფაქტობრივად სამი ვარიანტი გამოგვივიდა ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ეს გაშლა არ იქნება ვარიანტებად თქო წეღან გითხარით. ეს გაშლა იქნება საერთო ენერგია ყველასთვის, აი ამ გაშლას ვინც უყურებს საჯარო გაშლის ფარგლებში, საჯარო სივრცეში, ამიტომ ნახოთ რა იქნება თქვენი ცხოვრების შემდეგი ეტაპი, პირდაპირ ავიღოთ ინფორმაცია ნაკადიდან. დახუჭეთ თვალები. ოდნავ მოდუნდით, იგრძენით, ეს რაღაც მოდუნებული, რელაქსირებული ენერგია.
და ნახოთ, რას მოიტანს ტარო, რა ინფორმაციას გვეტყვის. ნახოთ. რვიანი ხმლები. შემდეგი რა იქნება? კი, ხო გაქვს ესეთი. კვერთხების მეფე, 10-იანი პენტაკლები. ხო, მე ვთქვი, რომ ერთ შემთხვევაში, ანუ ერთი ვარიანტი წეღარაც გაგიჟღერეთ, იქნება ერთი კი არა, ორი იყო პრინციპში პარტნიორული ურთიერთობების გამოცდა, არის რაღაცა კრიზისული ეტაპის გადავლა და მეორე იქნება თქო რაღაც მესამე ადამიანის გამო გარკვეული ტიპის კონფლიქტური ენერგიები. აი ნახეთ, რა იქნება შემდეგი, აი აქ პირდაპირ მოვიდა რვიანი ხმლები. თქვენც ხედავთ ამ არკანზე როგორ არის გამოსახული ეს ენერგია. თვალი ბახოული, ხელფეხშეკრული, დატყვევებული ქალი, თუმცა ნახეთ როგორ ისე აცვია მდიდრულად ამ ქალბატონს, ეს არ არის გარეგნულად ნატანჯი პიროვნების შთაბეჭდებას არ ტოვებს, იმიტომ რომ მაინც ახერხებთ რომ შეინარჩუნოთ გარეგნული იერსახე, თქო წეღა რაც გითხარით. ამავე დროს ადამიანი აი აქ მამაკაცებო, ქალბატონებო თქვენ თავზე გადაათამაშეთ ეს ინფორმაცია, მოდის ასეთი სიტუაცია რომ არ იცით ფაქტიურად აკვირდებით მოვლენებს რა როგორ იქნება, მაგრამ მე მგონია რომ ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად შეიცვლება პარტნიორულ და წყვილურ ურთიერთობებში, იმიტომ რომ აქ მოვიდა 10-იანი პენტაკლები, მოვიდა მდგომარეობა, როდესაც თქვენ მოგიწევთ გაიხსენოთ რა კარგი იყო ერთად, რა კარგი იყო წარსულში, იმიტომ რომ ნახეთ ამ ზოგადად ოჯახის ენერგიაა, მაგრამ ამ არკანზე დამატებით გამოსახულია აი აქ მესამე ადამიანი, რომელიც აი ამ თქვენ ოჯახურ ბედნიერებას თითქოს უყურებს, თითქოს აკვირდება, მაგრამ სახეზე ეს სიხარული ნამდვილად არ აქვს აღბეჭდილი. ამიტომ თქვენს შემთხვევაში ჩემო ძვირფასებო, რა იქნება შემდეგი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად მოერიდეთ თქვენი პირადი სივრცის გასაჯაროებას, აი ამ საჯარო სივრცეში, თუნდაც სოციალურ გვერდებზე და ასე შემდეგ. ანუ ეს არ არის საჭირო ამ ეტაპზე კარგი და დადებითი შედეგების მომტანი თქვენთვის ვერ იქნება. კიდევ ნახოთ აბა რა იქნება შემდეგი, რას გვეტყვის. თასების დედოფალი ყავს აქ, თასების ტუზი და თასების ხმლების ტუზი, რა საინტერესოდ განლაგდა. შემდეგი, რასაც გვეუბნება აქ ტაროს ენერგია და სამყარო, არის ის, რომ თუ თქვენ მოახერხებთ შინაგანი ბალანსის დაცვას, აი ნახეთ, აი აქ ძალიან კარგად არის ამ არკანზე გამოსახული თასების დედოფალი. აი ახლოს დავიჭერ. ნახეთ, ერთი ხელიდან ღრის თასს, მეორე ხელში სავსე თასი უჭირავს. ანუ ეს არის შინაგანი ბალანსი, რაც არ გჭირდებათ, გაუშვით ყველაფერი, რაც გჭირდებათ დაიტოვეთ, მაგრამ დაიტოვეთ თქვენთვის, ნუ გაასაჯაროვებთ, ნუ გაანიავებთ, ნუ აფიქრებინებთ ადამიანებს, რომ თქვენ სივრცეში საერთოდ არ არსებობს რაიმე ან საფიქრალი, ან საპრობლემო, ან ასე შემდეგ. იმიტომ რომ ადამიანებს ზოგადად სამწუხარო ფაქტს ვიტყვი, ბედნიერი ადამიანების შურთ რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ეხლა არ ვიცი მე კეთილი შური თუ თეთრი შური, რასაც ზოგიერთი ადამიანი ამბობს, შური არის შური, არც თეთრი, არც ყვითელი და არც წითელი. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ბედნიერება არის თქვენი ბედნიერება, სხვისი ბედნიერებაა და თქვენი ბედნიერებით სხვას ბედნიერებას ვერ მიანიჭებთ. ერთადერთი მიანიჭებთ ბედნიერებას იმას, ვინც თქვენს სივრცეში და ამას იზიარებს. სხვა ვინც ამ სივრცის გარეთ არის, მხოლოდ უბრალოდ იქნება დამკვირვებელი, მხოლოდ იქნება რაღაცა ადამიანი, რომელიც უყურებს წარმოდგენას და აი ფილმს გაგახსენებთ, აი ნებისმიერი თუნდაც იგივე ავიღოთ, ან რომანტიული ფილმი, ან რაღაცა ისეთი კარგი ფილმი, ხო? ადამიანები როცა ვართ ხოლმე რაღაცა ერთგვარ დეპრესიულ განწყობაში, ჩავთავთ ესეთ ფილმებს, სადაც ყველაფერი ძალიან კარგად არის, იდეალურად არის. ფილმის ყურების მომენტში თითქოს ჩვენც ვართ ამ ფილმის მონაწილე და ეს ბედნიერების ჰორმონები ჩვენს სხეულშიდაც
გამოიყოფა, მაგრამ როგორც კი ფილმს გამოვთავ, ეგრევე ვაცნობიერებთ, რომ ის იყო ფილმში და ამ ჩემს რეალობაში უფრო მეტი სიმძაფრით ვგრძნობ, რომ რაც ფილმში იყო, რისი დეფიციტიც მქონდა, რაც იმ ფილმში ჩავრთე და ვნახე, ის ჩემ ცხოვრებაში უკვე თითქოს ისევ იგივეა ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ორმაგად გაზრდილი ემოციით ვხვდები და ვაცნობიერებ, რომ ის მე არ მაქვს. ამიტომ ეს იწვევს იმედგაცრუებას. ეს არის ზუსტად ერთგვარი შურის წარმოშობის მომენტი. კი მახარებს თქვენი ბედნიერება ერთის მხრივ დაუშვათ, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ თქვენ რო გიყურებთ ბედნიერს, მე ვხვდები, რომ ის ბედნიერება მე არ მაქვს და მეც მინდა. ამიტომ შურს, თეთრს, კეთილს, წითელს, ყვითელს ყველას მე პირადად ვარქმევ შურს. იმიტომ რომ აცნობიერებს ადამიანი, რომ რაც სხვას აქვს, ის თვითონ არ აქვს. თუმცა შეგიძლიათ ყველაფერი, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ შექმნათ. ყველაფერი არის ჩვენ ხელში. ეს უბრალოდ მთავარია, რომ დავიჯეროთ. ამიტომ არის, რომ არავის ცხოვრების არ უნდა შემშურდეს, იმიტომ რომ არ ვიცი იმის ცხოვრებაში რეალურად რა ხდება. მე მხოლოდ ხედავ იმ ფასადს, რაც შეუძლია ჩემს თვალებს და ჩემს მაქსიმუმ მენტალობას ან გონებრივ რესურსს, რომ აღიქვას რა ხდება სხვა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ ეცადეთ, რომ სხვა ადამიანის ცხოვრების ინტერესის ობიექტი, სხვა ადამიანის თვალის უბრალოდ დააკვირვებისა და ინტერესის ობიექტი ნაკლებად გახდეთ და ამავე დროს თქვენც ნაკლებად დაინტერესდეთ სხვა ადამიანების ცხოვრებით. ეს არაფერს არ მოგიტანთ, გარდა იმედგაცრუებისა. კონცენტრაცია გააკეთეთ საკუთარ შინაგან ცენტრზე. ნახოთ კიდევ, მე 13 მოვიდა, მიდასტურებ სამყარო, რომ ძალიან სწორ ინფორმაციას გაწვდით, ჩემო ძვირფასებო და ძალიან მიხარია. აიღეთ საკუთარ ქმედებებზე, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა. მკლავი, როგორ ესეთი ფოლადის მკლავია, ჩაბღუჯული აქვს ესეთი დიდი კვერთხი ხელში, რომელზედაც გამოსახული არის, ნახეთ, ეს ფოთლები, აქვე ნაყოფი და თითქოს რაღაცა ერთგვარი გასაღების ფორმა. ეს თქვენ ხართ, ჩემო ძვირფასებო, ეს თქვენი ცხოვრებაა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აქციოთ თქვენი ცხოვრება ასეთად. უღრუბლოდ, წარმატებულად, ღირსეულად და შთაგონებულად. ეს არის ძალიან კარგი ენერგია, 3 ტუზის ენერგია მოვიდა აქ. ამიტომ სამყარო თქვენს მხარესაა. მთავარი უბრალოდ თქვენ გადაწყვიტოთ და გაბედოთ, რომ იყოთ თქვენი ცხოვრების შტურმანი, მმართველი, კაპიტანი და ასე შემდეგ. მოვიდა ისევ თასების მეფე, აქ ისევ წყვილი მოვიდა, თასების დედოფალი, თასების მეფე, წეღანაც მოვიდა, იმპერატორი, იმპერატრიცა. ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, არაჩვეულებრივად. ნახეთ, თქვენი ცხოვრების შემოქმედი თქვენ თვითონ ხართ, თქო და აქვე მოვიდა ქურუმი ქალი. ნამდვილად ესია, თქვენ შეიძლება ზოგიერთი ადამიანი თუნდაც ჩემთანაც რომ მოდიან ხოლმე კონსულტაციაზე, მე დასამალი არაფერი არ მაქვს, პირდაპირ გეტყვით, ჩემთან მოდიან ადამიანები კონსულტაციაზე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როდესაც აქვთ ერთგვარი ჩიხი, კრიზისი, გამოუვალი მდგომარეობა, ხო? რა შეუძლია ამ დროს გააკეთოს ტაროლოგს, ფსიქოლოგს, თუნდაც მღვდელს, ხო, ვისაც აღსარებას აბარებ, თუნდაც მეგობარს, რომელთანაც რჩევის სახით მიდიხართ. ერთადერთი მოგისმინოთ, მოგცეთ სწორი რჩევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორ ადამიანთან გააზიაროთ ის ინფორმაცია და ის დასვათ, ის შეკითხვა, რაც იმ მომენტში თქვენთვის აქტუალურია და გაწუხებთ. მაგრამ, ნახეთ, მე შემიძლია, რომ ჩემი პოზიციიდან გეტყვით, მე შემიძლია დაგანახოთ გზა. მე იმ გზას თქვენს ნაცვლად ვერ გავივლი ადამიანებო. ამიტომ ხშირად ჩემთან რომ მოდიან კონსულტაციაზე, ყოველთვის ვეუბნები და ვრთავ ამ ადამიანებს კონსულტაციის პროცესში. ეს არ არის ერთი მხრიდან საუბარი, მხოლოდ რომ მე გესაუბროთ, რომ იცი რა თქვენს ცხოვრებაში ესე მოხდება, ესე მოხდება, ესე მოხდება. არ არსებობს შეიძლება რაღაც მომენტში ჩაითვალოს ბედისწერა, იმიტომ რომ დღეს და ახლა თქვენი ცხოვრება აყალიბებს ბედისწერას, მომავალს და იმ შედეგებს, რასაც მომავალში დღევანდელი თქვენი ქმედებებით მიიღებთ. ამიტომ ნებისმიერი მომავალი ცვლადია და არაგანსაზღვრადი და ერთმნიშვნელოვნად და პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს დღევანდელ გადაწყვეტილებებზე, თქვენს დღევანდელ ქმედებებზე და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ იკისროთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც იქნება მომავალში თქვენს ცხოვრებაში ხვალ. ამიტომ ეს ქურუმი ქალი
ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომელიც ნახეთ, აქ დალაგდა პირდაპირ კვერთხების ტუზი, თასების მეფე და ქურუმი ქალი. ანუ ეს შეგვიძლია ინფორმაციულად წავიკითხოთ ისე შემოძვირფასებო, რომ ადამიანი, რომელიც რჩევას გაძლევთ, ჯერ ესეთი გაანალიზეთ, როგორი ადამიანია და ვის ეკითხებით რჩევას. ეს არა აქვს ნიშნობა, ჩემთან მოხვალთ, სხვასთან მოხვალთ თუ ვისთანაც არ უნდა მიხვიდეთ, თუნდაც მეგობართან. წეგან გითხარით, რომ ნუ გააზიარებთ თქო, ნუ თქვენ დაინტერესდებით, ნუ სხვას დააინტერესებთ ზედმეტად. ძალიან ბევრია ჩვენ სოციუმში ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები. ძალიან ბევრია, ამიტომ თქვენ გმართებთ გონიერება, ეხლა მიდის გადარჩევის პერიოდი, ეხლა მიდის ენერგეტიკული განცალკევების პერიოდი. აი, როგორ აგიხსნათ, კვერცხისგან ცილა და გული რო ერთმანეთისგან უნდა გააცალკევოთ და რო გჭირდებათ, რომ რაღაც ნამცხვარი გამოაცხოთ, ხო? იმ ცილას და გულს ერთნაირად თუ ათქვებთ, იმ ნამცხვარს ვერ მიიღებთ. რაღაცა ნამცხვარი გამოცხება, მაგრამ ისეთი არა, რაც უნდა იყოს, ხო? თუ თქვენ ჩაფიქრებული გქონდათ პირობითად ტორტის გამოცხობა. ამიტომ განსაზღვრეთ, რა უნდა გამოაცხოთ, მე რა გჭირდებათ ამისათვის და ვინ გჭირდებათ, თუ ვინმე საერთოდ გჭირდებათ. შეიძლება რჩევა გჭირდებათ უბრალოდ, კონსულტაცია გჭირდებათ. გაიარეთ ეს კონსულტაცია, მაგრამ უპირობოდ ნუ მიიღებთ ნურავისგან ნურაფერ ინფორმაციას. გაანალიზეთ, თქვენ ხართ თქო კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი ცხოვრების ბატონიც, პატრონიც, წამმართველიც, კაპიტანიც, მოსამსახურეც და დედოფალიც და იმპერატორიც. აი ესე კიდევ ნახოთ, აბა რას გვეტყვის ნაკადი ამ შემთხვევაში. რა იქნება თქვენს ცხოვრებაში შემდეგი შემოძვირფასება. რა იქნება? კიდე რას გვეტყვის ტარ? სამიანი კვერთხები. აი ნახეთ, როგორია უყურებს ადამიანი ესე დურბინტით შორს მიმავალ სიტუაციას. დასახეთ გრძელვადიანი მიზნები, გაბედეთ თამამინა ბიჯები. გაბედეთ საკამარისია მოცდა, საკამარისია იმედი გაცრუება, საკამარისია წოლა, ეხა მოძრაობის დროა, ბოლო გაზაფხულია, ხო? აი იეროფანტი, გენაცვალეთ. აი ნახეთ, არკანი იეროფანტი, ეს არის ბრძენი ადამიანის ენერგია, ეს არის მასწავლებლის ენერგია, ეს არის ენერგია, რომელსაც აქვს საკმარისი სიბრძნე საკუთარ თავში, რომ გააკეთოს ანალიზი და ეს ანალიზი გამოიყენოს როგორც საკუთარი ცხოვრების, ისე სხვების ცხოვრების დადებითი კუთხით შეცვლისკენ. აი ეს არ არის სწრაფი ენერგია, ეს არის ენერგია, რომელიც აკვირდება და პროცესში. აი წეგან მე გითხარით, ბედის წერა არ არსებობს თქო, ხო? აი ერთგვარად ვამბობ, რომ არ არსებობს ბედის წერა, იმიტომ რომ დღეს რასაც თქვენ შეცვლით, თქვენი სიბრძნე სადამდედაც დღეს გეყოფათ, ხო? ხვალინდელი შედეგები აი ამ დღევანდელ სიბრძნეზე იქნება ერთმნიშვნელოვნად მიბმული. კი ბატონო, აი კოშკის ენერგია არაჩვეულებრივი არკანია. აი აქ როგორ საინტერესოდ არის გამოსახული ამ არკანზე, ნახეთ, თითქოს ეს დიდ ხეზე, უზარმაზარ ხეზე გამოსახული ეს კოშკი, რომელიც ინგრევა. ეს ხე მაინც მწვანეა, ეს ხე მაინც საძირკველია, ეს ხე მაინც საფუძველია იმისა, რაც თქვენს ცხოვრებაში უნდა მოხდეს და ეს უნდა მოხდეს ყველაფერი ძალიან კარგი, ძალიან პოზიტიური და დადებითი. ამიტომ ცვლილებები, კოშკის ენერგია არის ძალიან სწრაფი ცვლილებების მომტანი ენერგია, ამიტომ ცვლილებები, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მოხდება, იქნება დამერწმუნეთ თქვენთვის საუკეთესო, რაც კი შეიძლება მოხდეს დღეს, იმისათვის რომ მიიღოთ ხვალ შედეგში. კი და ახალი სტარტი. ამაზე კარგად რა შეიძლება, რომ ნაკადმა გვესაუბროს, კოშკიდან პირდაპირ გადავედით სულელის ენერგიაში, ანუ სრულიად განახლებული ციკლი იწყება თქვენს ცხოვრებაში, სრულიად ახალი ეტაპი. კი ბატონო, აი 7-იანი პენტაკლები, რასაც აქამდე რწყავდით, რასაც აქამდე უვლიდით, რასაც აქამდე ზრუნავდით, ყველაფერი უკვე გადავა გამომუშავების ეტაპზე. გამომუშავება მე არ გულისხმობ მხოლოდ ფინანსურ გამომუშავებას, თუმცა ეს მიწიერი ენერგია და მატერიალური ენერგია, თუმცა აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ცოდნა, აქ შეიძლება ვიგულისხმოთ პირდაპირ ფინანსები, აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ურთიერთობები ადამიანებში ჩადებული ჩვენი ენერგიიდან მიღებული შედეგი და ასე შემდეგ. ყველაფერი მოიტანს სასურველ შედეგებს. ნახოთ კიდე.
რვიანი თასები. ნახეთ, თქვენ აქამდე ძალიან ბევრი გამოთვლები გააკეთეთ იმისათვის, რომ ჩაჯდეთ თქვენს საჰაერო ხომალდში და გაფრინდეთ უკეთეს მომავალში, ჩემო ძვირფასებო. და ძალიან საინტერესო ეს მიყვარს ეს უნდა შეგანიშნინოთ თუ როგორც არის ეს გლიფი. ნახეთ, ფესვის არკანი უსასრულობიდან ფესვი არ ამოდის ისევ უსასრულობაა, ხო? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ციკლზე ვტრიალებთ. უკეთესი, ანუ დღეს რასაც გავაკეთებ, ფესვი ხვალ ამოვა, დღესაც რასაც გავაკეთებ, ფესვი ხვალ ამოვა. აი ეს არის საუკეთესო არკანია აი აქ. ძალიან კარგი, აი, პენტაკლების მეფე, ყველანაირი კეთილდღეობა, ყველანაირი დადებითი შემოდინება, ასე რომ ვთქვათ, თქვენს ცხოვრებაში მოხდება. ასევე შეიძლება იყოს ეს ახალი ადამიანის შემოსვაც ზოგიერთ ვარიანტში. ნახოთ კიდე, კი ბატონო, აი, პენტაკლების პაჟი. კი, გითხარით, რომ აქ შეიძლება იყოს ახალი ადამიანის შემოსვა და ნამდვილად არ გამოვრიცხავ. მე ეტლეთს მობრძანდა შემოსვლასთან ერთად. აი, ნაკადი ესე მუშაობს, ჩემო ძვირფასებო, როცა ნაკადში ხარ, პირდაპირ მოდის ინფორმაცია. ნახეთ, თქვენ იყავით მდგომარეობაში, როცა გესმოდათ ყველაფერი, მაგრამ ყურები ქონდათ დაცული. ქონდათ ამ დროს თითქოს არ ვიცი, ძილში მოდიოდა შეიძლება ზოგთან ინფორმაცია, ზოგთან ესე პირდაპირ მოვიდოდა რაღაცა ტიპის გაცნობიერებები, მაგრამ არ იღებდით ამ ყველაფერს, ჩემო ძვირფასებო. აი, აქვე მოვიდა სამსჯავროს არკანი, წეღანაც მოვიდა სამსჯავროს არკანი, როცა ვაკეთებდით ენერგიის იდენტიფიცირებას. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მთავარია ეს თქვენ დაიჯეროთ და გაუშვათ. აი, ნახეთ, რვიანი კვერთხები, აი აქ როგორი მომავლის ენერგია, რომელიც ის გაისროლება და გაიტყორცნება მომავალში. ესე უნდა გატყორცნოთ დღეს თქვენი თავის საუკეთესო ვერსია მომავალში, რომ მერე თქვენმა მენტალურმა გონებამ და ქვეცნობიერმა იმუშაოს იმისათვის, რომ მიხვიდეთ აი იმ გატყორცნილ შედეგებამდე, მიხვიდეთ აი იმ ბრწყინვალებამდე, იმ შინაგან სრულყოფილებამდე, რისი მიღწევაც გინდათ და საიდკენაც მიილტვით. უბრალოდ დღეს თქვენ ოცნებობთ, მხოლოდ ამისთვის ნაბიჯებს არდგამთ. და მე რაც გითხარით წეღან, რომ თქვენი დღევანდელი ნაბიჯები ხვალინდელ თქვენს დღეს განსაზღვრავს, თქვენ ხვალინდელ თქვენს ბედისწერას განსაზღვრავს, აი პირდაპირ აი ეს არის აქ ჩემო ძვირფასებო. და დასტის ბოლოს გვაქვს ცხრიანი კვერთხები, არკანი მზე, ნახეთ რა საოცარი არკანია და პაჟი თასების. ყველაფერი ახალი დასაწყისისთვის გაქვთ ახლა ამჟამად და თქვენს ხელში. მთავარია დაიმახსოვროთ, რომ თქვენ ხართ აი ამ ლოკომოტივში. თქვენზე ხართ აი აქ, რომელიც აი ესეთ ცას კვეთავს და ნუ იქნებით ადამიანი, რომლის ზურგს უკანაც გაიფრენს ეს ლოკომოტივი თქვენს გარეშე. ჩაჯექით და თქვენ გაფრინდით. აი ასე, პრინციპში მე ვფიქრობ, აქ რჩევის ამოღებაც უკვე ზედმეტი იქნება, ჩემო ძვირფასებო. მინდა გისურვოთ, რომ აი ეს ენერგია, აი ეს ძალისხმევა, აი ეს ენთუზიაზმი, რაც მე ძალიან მინდა რომ ჯეროდეს რომ შევძელი და თქვენამდე მოვიტანე, ნაკადიდან, სამყაროდან გამოგეხმაურებათ, მოგცემთ იმის ძალას, იმის შთაგონებას, იმის რწმენას და იმის ენერგიას, რომ თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ცხოვრება საუკეთესო გზით და დააყენოთ თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო შედეგები. ამას მე ვუსურვებ საკუთარ თავსაც და რა თქმა უნდა გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს. მიიღეთ მადლიერებით ეს ინფორმაცია ნაკადიდან, გელოდებით ყველას კომენტარებში და რა თქმა უნდა თუ აქ ამოვიდა ქურუმი ქალი, თუ თქვენ ჩათვლით საჭიროთ, რომ ზუსტად აი ამ ეტაპზე ხართ, სადაც უკვე უნდა გაიაროთ, აი ეს რაღაცა გზაჯვარედინზე ხართ, ერთგვარი გზაჯვარედინის ენერგია გააჩნია ჰეკატეს არქეტიპებზეც მე მოგვიანებით შეიძლება რაღაცა გარკვეული ტიპის ცნობები ჩაგიწეროს და თითოეული არქეტიპი მოკლედ გაგაცნოთ, მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც ჩვენში ცოცხლდება, ვნახოთ თუ იქნება თქვენი ინტერესი.
შეიძლება ესეც გაკეთდეს, მაგრამ რისი თქმა მინდა, ანუ ჰეკატე ფსიქოლოგები, ტაროლოგები, ასეთი რაღაც სულიერი ლიდერები ძირითადად არიან იეროფანტისა და ჰეკატეს ენერგიის მატარებელი ადამიანები, ანუ მასწავლებლები, რომლებიც გზაჯვარედინზე მყოფ ადამიანებს აძლევენ მიმართულებას. ისინი არ მოქმედებენ თქვენს ნაცვლად, მაგრამ გაძლევენ მიმართულებას. ამიტომ ვისაც გჭირდებათ ეს მიმართულება, გელოდებით ყველას პირად კონსულტაციაზე, მე თქვენთან ვარ და ვეცდები, რომ საუკეთესო გზით დავგეგმოთ თითოეული თქვენი ცხოვრება, მაგრამ მე კიდე ერთხელ ვამბობ, თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ფიზიკურად ვერ ავიღებ, იმიტომ რომ ეს არაკანონზომიერია. მე მოგეხმარებით, თქვენ იმოქმედებთ. დროებით, გელოდებით, ჩემო ძვირფასებო, პირად შეტყობინებაშიც, გელოდებით კომენტარებშიც, საუკეთესო დღეს გისურვებთ და გისურვებთ, რომ გეპოვოთ საკუთარ თავში ძალა, აიღოთ სადავეები თქვენს ცხოვრებაზე და მართოთ თქვენის ცხოვრების საჭე ყველაზე დადებითი გზით და ყველაზე ნაყოფიერი გზით, რაც კი შეიძლება სამყაროს თქვენთვის მოეაზრებინოს. დროებით.